მოგესალმებით, მე გახლავართ მსახიობი ლელა ალიბეგაშვილი. უპირველესი წიგნი ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაში არის და უნდა იყოს იაკობ გოგებაშვილის დედა ენა. ძალიან მიყვარდა ბავშვობაში ზღაპრები. სხვათა შორის იაკობ გოგებაშვილს აქვს არაჩვეულებრივი ზღაპრები. ჩემი სკოლის ბიბლიოთეკარს ძალიან უყვარდი, იმიტომ რომ ხშირი სტუმარი ვიყავი. იაპონურ ზღაპრებსაც კი ვკითხულობდი და ბოლოს აღარ აქვს ზღაპრები. ვაჟა ძვირფასი. ფასდაუდებელი შვილის ნუკრის ნამბობი ეს არის უდიდესი რამ. პაწაწა ვარ. ობოლი. ბედმა დამიბრიყვა ცუდ დროს დავობუდი. როდესაც მე პატარა ვიყავი ხომ ტიროდი თვითონ და მე უკვე ჩემს შვილს რო უკითხავდი, ეთყობა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ისე შევდიოდი ამ როლში, ამის რომ ჩემი შვილი იწყებდა ტირილს და მე ხვეწებოდა რომ აღარ გამეგრძელებინა. გზადაგარგული დავდივარ. აი დახეთ ჩემს სისხლიან ფეხსა. ახაც მეტირება. ცოდვაა ბავშვი, ვინც გამოტოვებს შვილის ნუკრის ნაამბობს. ვაჟა პირდაპირ ციდან მოვლენილია. როგორ წერ და როგორ აზროვნებდა, ესე იგი მისი პუბლიცისტიკა, ეს ხო საოცრებაა. ესე იგი როგორი თანამედროვეა იმისი კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას, იმ ფიქრით ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი. როდის 1905 წელს წერდა, ამას როგორი თანამედროვეა. ამის გარეშე არ შეიძლება დარჩენა. და რა თქმა უნდა ილია ჭავჭავაძე. აქედან სწავლობ როგორ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო. ჩემო კარგო ქვეყანაო. რაზეთ მოგიწყენია. აწმყო თუ არ აქვს წყალობს. მომავალი ჩვენია. ყველაზე უიმედო დროს არის თითქოს ეს ლექსი დაწერილი, ხო? წვრილს ჩულნი წამოგესწრნენ ნაზარდნი, გულმტკიცები, მათი ზრუნვის საგანი შენ ხარ და შენ იქნები, როგორც დედა ისე ლოცავს თავის სამშობლოს. დოსტოევსკი ჩემი არის ერთ-ერთი უსაყვარლესი, მთელი სამყარო ეს ფსიქოლოგიის ინსტიტუტია. და რომელი ერთი ჩამოვთვალო, რომელი ერთი. მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე ძვირფასი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკებში ეს არის ბიბლია და კერძოდ ჩემთვის ახალი აღთქმა. ყოველ ჯერზე სხვადასხვა ხმით გელაპარაკება. ენა დაუკავებელი ბოროტებაა. ენა ცეცხლია. უმართლობის მთელი სამყარო. აი რა პატარა ცეცხლის წვავს დიდ დღეს. არ არის ძალიან თანამედროვე. წაკითხული წიგნების რაოდენობა არ განსაზღვრავს, ხომ? ხშირად ჭკუას და მით უფრო სიბრძნეს. მაგრამ უნდა მოვასწროთ ჩვენი მოკლე ცხოვრების მანძილზე, წავიკითხოთ ღირებული. ეს არის მთავარი.